სალამი გოგოებო და ბიჭებო. იმედია კარგად ძანდებით, მოგესალმებით. აგარაში ვარ, ჩემს სახლში. ცხელოდა დღეს, რაც მართალია, მაგრამ ხარი უქიქინებდა. ეს კარგი ნათელი დღე იყო და გამოვიყენე, გავედი აივანზე და ჩემი TikTok online მაღაზიის ჩასაცმელი, რითაც ვაპირებ ვაჭრობას ამ პლატფორმაზე, გადავიღე და ვეცადე რომ ლამაზად გადამეღო. თუ ვინმე ხართ ჩემ გამომწერებს შორის ის ვისაც სოციალური მედია, ონლაინ ვაჭრობები, ასე თუ ისე მაინც ესმის, ერთი-ორი სიტყვა შემაწიეთ. მე ჯერჯერობით სანამ ლაივ გაყიდვებს დავიწყებ, უბრალოდ პატარა შორტსებს ვსვდებ მაქსიმალურად ესთეტიურად, როგორც შემიძლია, იმ საქონლისას, რომელიც უნდა გავყიდო. და მითხარით, ხა კიდე რისი გაკეთება შეიძლება, რითი შეიძლება მოვიზიდო აუდიტორია რეკლამის გარდა. ეს რეკლამის გაშვება პასიანი, რა თქმა უნდა, ასე თუ ისე მუშაობს, თუმცა ეგეც არ ვიცი, იცით, აი მიზნობრივ ჯგუფში მიდის ეს რეკლამა, თუ შეიძლება მიდის ბავშვებთან, შეიძლება მიდის ადამიანებთან, რომლებსაც არ აყავთ იმასაკის შვილები, რაასაკის ჩასაცმლის გაყიდვასაც მე ვაპირებ. აი ეს მიზნობრივად როგორ მივმართო სწორე, აი ეს ასწავლეთ თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, მადლობელი დაგჭერთ. ჩემო კარგებო, მამამ მომიწყვიტა ნესვი. იცით რა სურნელი აქვს? აი საოცარი ნესვი არ მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ იმედე და არ ვეკარები, არ ვჭამთქო, ისე მაგალითად როგორც ლეხვს არ ვჭამ, კარალიოქს, კომშს, რას არ ვჭამ კიდე მსხალს, საერთოდ არ მიყვარს. არც მეზიზღება, მაგრამ არასდროს არ მომინდება და არასდროს არ მივალ და არასდროს არ ვიყიდი. მაგაზე პასუხისმგებელი ოჯახში ჩემი მეუღლეა. და მე არა, მე მაქსიმუმ ვიყიდო ბანანი, ვიყიდო ეს არა კენკრა, ხო და ვაშლისიც, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა და მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს, აქვს არაჩვეულებრივი სურნელი, ჩვენი ბოსტნის არის. პატარაა, მაგრამ ძალიან კარგად არის დამწიფებული და ძალიან ტკბილი და მწიფიაო მითხრა. უნდა გავჭრა აუცილებლად, ხო? პომიდორიც უნდა გაჩვენოთ, იტალიური, უფრო სწორედ იტალიურს ვეძახი, თორე ეგ იტალიური ჯიში არ არის. იტალიიდან ჩამოვიტანე თესლი, გაჩვენებთ აუცილებლად. აი ეს პომიდორი გამომატანა დღეს დედამ. აი ესეთი უდღეური მოვიდა, ჯერ ესეთი პატარაა, მეორეც ესეთი რაღაცა ესეთია. ულამაზოა საკმაოდ. და მე და აი ეს ერთიამდენი დაიტოვა, თვითონ ერთიამდენი გამომატანა მე და ამ წუთასო ვიბრძვიო, პირველი მოსხმა დიდი რაც არისო, აი ეს დამწიფდეს, გადამწიფდეს და თესლი შევინარჩუნოო, თორე მეტი უბრალოდ ვერ მოვიყვანეო და აი ეს ხალხო არის იტალიური პომიდორი, რომელსაც დედაჩემი ეძახის ხინკალას. ახლა ბაზრებშიც იყიდება. ეს თესლი მე ჩამოვიტანე 2019 წელს. ძალიან მიყვარს, ესეთი ხორციანი პომიდორია და ძალიან გემრიელი. მაგრამ წელს ასეთი ცუდი მოსავალი იყო პომიდორი. სულ მიზღებში ბევრი გქონდა ხოლმე, იმდენი რომ მეგობრებსაც უზიარებდით ხოლმე, უნაწილებდით და ჩვენ თვითონ ხარშავდით ტომატებს და ყველაფერი, მაგრამ წელს არ იყო, რა ვიცი, ჩვენთან არ იყო. არა და მამჩემი გადაყვაზე. ჩემო კარგებო, ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო თემაა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და ფეხს ვითრევდი, მაგრამ იმდენი კომენტარი წავიკითხე და იმდენი არასასიამოვნო და იმდენი ჩემთვის გასაგიჟებელი, რომ მინდოდა რომ თქვენთანაც განმეხილა ეს საკითხი. რამოდენიმე დღის წინ, შეიძლება ერთი კვირის წინაც, შეიძლება უფრო დიდი ხნის წინაც, შეიძლება მე ახლა გავიგე ეს ყველაფერი, ერთი ამბავი აგორდა სოციალურ ქსელებში, რომ ქალბატონმა შვილიშვილის სცემა. თუ როგორ არის სხვათა შორის ეს სწორი? ზოგი ამბობს შვილიშვილს სცემა თუ შვილიშვილის სცემა. მართლა არ ვიცი, სულ მაინტერესებს ბავშვობიდან და შვილიშვილს სცემა თუ შვილიშვილის სცემა. როგორც არის, მოკლედ ფიზიკურად გაუსწორდა. მე ვნახე ეს ვიდეო და მეორედ აღარ ვნახავ არასოდეს, აი თვალებს დავხუჭავ თუ სადმე შემთხვევით აი ასე ვიზავ, მართლა. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო.
მე მესმის რომ ეს ქალბატონი შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია. იმიტომ რომ იქ ახლობლების კომენტარებიც ეწერა რომ ვაიმეო ძალიან კარგიაო ესეთი. მე მესმის რომ ადამიანი იღლება და განერვიულებულია, გარემო გვაქვს ისეთი რომ მოდი და ნუ განერვიულდები, აბა თუ ძალიან მაგარი ხარ. მეც გავზარდე შვილი და მახსოვს გამოუძინებლობით როგორ ვიყავი გამოცარიელებული და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი ტრაუმა ქალებს ყურადღებოდ გვაქვს მიგდებული ჩვენ ქვეყანაში და მართლაც დიდი სტრესია, დიდი სიხარულეა, მაგრამ ფიზიკურად ძალიან იღლები, იფიტები და უფრო მეტი დასვენება გინდა, განსაკუთრებული კვება გინდა, განსაკუთრებული სიმშვიდე გინდა და განსაკუთრებული კარგი იქნებოდა განსაკუთრებულად ნუტრიციოლოგთანაც მივსულიყავი და ენდოკრინოლოგთანაც მივსულიყავი და გამერკვია ჩემმა ორგანიზმმა მეორე ახალი ორგანიზმი რო შექმნა სრულყოფილად. ჩემ ორგანიზმს რამე დააკლდა თუ არა და თუ დააკლდა როგორ შევიფსო. და ამ ყველაფრის ფონზე მართლაც გმირობა, მშობლობა, დედობა და ბავშვის აღზრდა ისე რომ არ დაუყვირო, ისე რომ არ გაბრაზდე, ისე რომ ყველა პასუხზე, ყველა კითხვაზე პასუხი გასცე, ისე რომ არ იგრძნოს, რომ მისთვის არ გცალია, ისე რომ ეჭვი არ შეეპაროს, რომ ისე გიყვარს, როგორც სინამდვილეში გიყვარს. მაგრამ ჩემთვის პირადად და ძალიან მინდა თქვენს მომწეროთ თქვენი აზრი, აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა ნებისმიერი ფორმით. და ჩემთვის ნებისმიერი ფიზიკური შეხება, ტკენა, აი ამ შეხებით წენა, აი ამ შეხებით შეურაცხყოფა, აი ამ შეხებით დომინირება, აი ამ შეხებით საკუთარი თავის სიძლიერის გამოვლენა და იმ პატარაა თუ რა მნიშვნელობა აქვს სუსტია, შენზე სუსტი, მისი სისუსტის ხაზგასმა ჩემთვის არის უკვე ძალადობა. ჩემთვის ძალადობა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყანა მეორეს ატომურ ბომბს რო ესვრის. არა მხოლოდ ის რომ ქუჩაში ვიღაცამ ვიღაცას სილა გააწნა, ვიღაცამ ვიღაცას მუშტი ჩაარტყა, ვიღაცამ ვიღაცას ფიზიკურად გაუსწორდა, ეს ცემა და დანა გამოუსვა ყელში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ეს ჩემთვის ყველაფერი ძალადობაა. Რა თქმა უნდა, ვიმეორებ იმასაც, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს. შეიძლება ეს იყოს თავდაცვა, შეიძლება ეს იყოს აფექტში და იყო ადამიანი გამწარებული, მაგრამ ბავშვები ჩვენ სოციუმში არის ყველაზე დაუცველი და სუსტი ფენა. მათ ხომ არ შეუძლიათ დაჩივლება, მათ ხომ არ შეუძლიათ იმის გააზრება, რომ მე დაღლილი ვიყავი და მე ცუთხასიათზე ვიყავი, რომ მე ხვალ არ ვიცი ოჯახს სადილი რა საშუალებით, რა სახსრებით გაუკეთო და ამითი ვარ ძალიან დათრგუნული და მე თავად დეპრესია მაქვს, ამას ვერ გაიაზრებს პატარა და მას ის ყველაფერს საკუთარ თავს დააბრალებს და მას ძალიან დიდი წყენა ჩარჩება გულში და ის ძალიან ბევრ ცრემლს ბურთად მოვჯენილს ყელში გადაყლაპავს და ეს ბურთი აუცილებლად მთელი ცხოვრება შეაწუხებს, ისე რომ თავადაც არ ეწოდინება და ის თავადაც აუცილებლად იქნება მჩაგვრელი, იმიტომ რომ აქვს იგივე ასეთი გამოცდილება. ჩვენ ხო რას წავაკითხებთ ბავშვებს და რას ვეტყვით და როგორ დავარიგებთ, როგორი სიტყვებით. კი, ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა 99% თუ უფრო მეტი არა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ხედავენ, როგორ საქციელს ხედავენ, ჩვენს საქციელს, როგორ ქმედებას ჩვენსას როგორ ხედავენ ჩვენი შვილები. ეს მათთვის არის უპირობო კანონი. დედამ მამას პატივი არ სცა, დედამ ბებიას შეურაცხყოფა მიაყენა, ეს შვილისთვის არის პირდაპირი ხსნილი გზა, რომ მან გადაწყვიტოს, რომ მამა შეიძლება მოვატყუოთ, რომ ბებია შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ, რომ შეიძლება ხეიბარს დავსწინოთ, რომ შეიძლება ღარიბს და უპოვარს ხელი წამოვარტყათ, რომ ჩვენ შეგვიძლია, რადგან ჩემ უმცროს
დაიკოს თუ ძამიკოს სცემენ, ჩვენ თუ ცემოთ, უმცროსი დაიკო და ძამიკო და თუ ჩვენ გვცემენ, ფიზიკურად გვისწორდებიან, ამ მნიშვნელობა არა აქვს როგორ ხასიათზე არიან ისინი და რის გამო აკეთებენ ამას. ჩვენ უფლება გვაქვს რომ სრულწლოვანებაში ჩვენ საკუთარ შვილებსაც ფიზიკურად გავუსწორდეთ. კომენტარებში ეწერა რომ რა ფიზიკური გასწორებაო, უბრალოდ წამოარტყესო. კომენტარებში ასევე წერდნენ რომ რამ გაგაგიჟათო, რა ბებიას არ უცემი ხართო. ასევე წავიკითხე შემზარავი კომენტარები, რომ რა მცემესო მეო და რაო, რა მიჭირსო. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე მცემდნენ და რა მიჭირს, უკვე მას ძალიან უჭირს. და ვერც კი ხვდება რა უჭირს. აი, გაჭირება ზუსტად ეს არის, რომ ვერ ხვდება, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ეს ნორმა იყო. ბებიას არ უცემი ხარო, გაკვირვებულები რომ და აგრესიულად რო გეკითხებიან, მე მაქვს პასუხი, მე არ უცემი ვარ, ბებიას თავში აზრადაც არ მოსვლია. ცუდად ვიქცეოდი თუ არა, რა თქმა უნდა ვიქცეოდი ცუდად. რა თქმა უნდა, ჩემზეც ეშლებოდა ბებიას ნერვები. რა თქმა უნდა, ის ასაკოვანი იყო და უფრო სწრაფად იღლებოდა. რა თქმა უნდა, ის ძველი თაობის წარმომადგენელი იყო იმდროინდელი, როდესაც უფრო მეტად გამართლებული იყო წემატყება, თუმცა როგორც ბებია ამბობდა, არასოდეს მშობლები არ სცემდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 9 შვილი ყავდათ. მე-9 ძალიან ადრე, ძალიან პატარა ასაკში გარდაეცვალათ, მაგრამ 8 სრულწლოვანებამდე მიიყვანეს, დააზარდეს და ერთიც არ უცემიათ, მათ შორის ბიჭებიც, როგორ ოჯახში, სოფელში, სადაც დიდი მეურნეობა იყო, რომელ წლებში 4 ბიჭი იყო და ისინი ერთმანეთში არ ჭიდაობდნენ, ჭიქას არ ტეხავდნენ, არ ზარმაცობდნენ, რო ეტყოდნენ, წადისაქონელი მოიყვანეო, ფეხბურთის თამაშს არ შერჩებოდნენ მინდორში, სწავლა არ ეზარებოდათ. რა თქმა უნდა, ისინი ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მათ არასოდეს არ სცემდნენ. და გაიზარდნენ აბსოლუტურად ფსიქიურად ჯანმრთელები და ისინი შვილებს არ უბრახუნებდნენ. როდესაც მეუბნებით, რომ უბრალოდ ხელი წამოარტყაო, ხელის წამორტყმა ძალიან შეურაცხმყოფელია და დამამცირებელია ნებისმიერ ასაკში. აი ხა მე წამომარტყავს ხელს თუ 2 წლის ბავშვს წამოარტყავს ხელს ჩემი მეგობარი, ჩემთვის ის დამამცირებელი იქნება. ჩემმა მეგობარმა შეიძლება ირონიულად, იუმორით, ხუმრობით, იმიტომ რომ რაღაცას მიმანიშნოს, თანაც იცით როგორ გარემოში, სადაც უცხოები არ არიან. რომ მე შეურაცხყოფილად არ ვიგრძნო თავი და დამცირებულად არ ვიგრძნო თავი, სადაც შინაურები ვართ, სადაც მარტოები ვართ, ისიც გადაჭარბების გარეშე. შეუძლია რომ რაღაცაზე ესე საცილად ამიგდოს და მე მითხრას რომ კაი რა გაჩერდი, ან მეც იგივე პასუხი გავცე, მაშინ როცა ვიცი რომ ის ჩემი მეგობარია, ვიცი რომ ის ხუმრობს, ვიცი რომ ის ძალიან შინაურულ წრეში მარტო ჩვენ რო ვართ, მაშინ ხუმრობს, თანაც არა გადაჭარბებით. თორე აი ეს გადაჭარბებამაც ძალიან მობეზრება იცის და გინდა მეგობარი იყოს და გინდა შინაური და გინდა გარეული, უკვე ყელში ამომივა და სულ კარგად იყავიო ვეტყვი. ეს თავში ხელის წამორტყმა ჩემთვისაც, ბავშვისთვისაც, დიდისთვისაც, პატარისთვისაც, ხუმრობითაც, ასეც ისეც მაინც შეურაცხყოფაა. და რატომღაც მე ასე ვფიქრობ და ვიღაცა ფიქრობს და მწერს და აგრესიულად მწერს, რომ ეს არ არის ცემა, ეს არ არის შეურაცხყოფა, ეს არ არის განსასჯელი, ეს არ არის დასასჯელი და რომ ეს არის ციტირებას ვახდენ, პირდაპირ აი ასე მომწერეს, შემიძლია დავსქრინო და გაჩვენოთ. ეს არის აღზრდის სწორი მეთოდი. ჯერ ეს ერთი შემოკარქებო, აღზრდისა თქვენ არაფერი გესმით, ვინც ასე ფიქრობთ. და სწორი აღზრდის მით უმეტეს და ეს მეთოდი არ არის ხალხო. ეს არის ჯუნგლი. ეს არის აი ქვისხანა. მე მგონი მაშინაც არ იყო ასე და როგორ შეიძლება რომ დღეს ჩვენ იმდენად არ გქონდეს შეგნება განვითარებული და ამაღლებული, რომ ამას ვერ ხვდებოდეთ. და ამ ყველაფერს აწერენ რას, იცით? აი ეს არის ევროპული გავლენა ბავშვებმა, ეს არის დასავლეთიდან შემოსული კანონი,
დასავლეთმაც დიდი ხანი არ არის, რაც ეს კანონი მიიღო და რომ ეს არის თავსმოხვეული, რომ ასეთი აღზრდის მეთოდი, როგორცაც ახლა თავს გვახვევენ, რომ არ უნდა ვცემოთ, არ უნდა ჩავარტყათ, რომ თურმე მოყვარული სიგიჟემდე რო უყვარსო, ბებიასო, ეს შვილიშვილიო, როგორ აკადრეთო, მასო ეს სასჯელიო, ესეც ციტირებაა, ზუსტი გამეორება იმ სიტყვების, რომელიც ვიდეოს კომენტარების ქვემოთ ნახე. და ასეთი ვიდეო ბევრი იყო. კონკრეტულად ვიდეოს არ გულისხმობ რომელიმეს, აღარც მახსოვს, შეიძლება ვერ ვიპოვო და მადლობა ღმერთს, რომ ვერც ვიპოვე, არ მჭირდება. ეს არის თავსმოხვეული და აი ამ მეთოდს რო გვახვევენო თავსო, აი ამ ზედმეტად ლიბერალურს და დემოკრატიულსო. იმიტომ არიან ბავშვები თავგასულებიო. არა. არანაირად არ ვეთანხმები ამას და ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი, ძალიან გთხოვთ მომწერეთ. იქნება და მე მართლა მეშლება, მაგრამ აი არ მეშლება რა ვქნა, არ მეშლება. თუ ვართ ქრისტიანები, თუ ვართ ჰუმანურები, თუ ვართ ღვთისმოსავები, თუ ლოცულობთ, თუ ჰომოფაბერზე, მოაზროვნეზე პრეტენზია გვაქვს, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ჰუმანურები. ჩვენი მე თუ მკითხავ, ამ ქვეყანაზე მოსვლა არის ადამიანობის და ჰუმანიზმის მიღწევა. აი რიღასთვის ვიცხოვრე, მე თუ ცემატყეპაში, შვილების ცემატყეპაში და შვილიშვილების ცემატყეპაში და მასზე ვიზეც ხელი მიმიწვდება და ვიზეც ძალა მიმიწვდება, იმის ჩაღვრაში თუ გავატარე ცხოვრება. არანაირად არ არის ევროპული განათლება, ევროპული კანონი, დასავლეთიდან შემოსული ევროპული ლიბერალიზმი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ჩემი ბებია გარდაიცვალა ხალხო 30 წლის წინ და გარდაიცვალა ლამის 100 წლის. წარმოიდგინეთ მის ბავშვობაში როგორი აღმზრდელობითი ისინი ქონდათ, მეთოდები ქონდათ ოჯახში, რომ ერთხელ არ უცემიათ. ეს არ არის ახალი ამბავი, რა ვიცი, ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც არ ცემდნენ და ტყეპდნენ ბავშვებს. დედაჩემის მეგობრები, დედაჩემის თანატოლები იხსენებენ, როგორ არ სცემდნენ და როგორ უკვირდათ მეზობელი სცემდა. ასე რომ მაშინაც იყო ისეთიც და ასეთიც და გავაგრძელებ აზრი არ გამიწყდეს, არ არის ეს არცემა, ბავშვის არცემა არ არის მისი გატუტუცება. ბავშვი რომ არ გატუტუცდეს, ამისთვის გვაქვს ძალიან ბევრი საშუალება. ენა, სიტყვა, ლაპარაკი, აზროვნება, საქციელის ჩვენება. ბავშვი არ არის მოტივირებული სწავლისთვის. რატომ არ არის? ეს არ არის სკოლის და განათლების სამინისტროს ვალდებულება, თუმცა მათ თავის ვალდებულებას ასრულებენ თუ არ ასრულებენ, ეს სხვა საქმეა, მე მათ ვამართლებ თუ არ ვამართლებ, ეს სხვა სალაპარაკო თემაა. სკოლაში რომ მოდის 6 წლის ბავშვი და არ არის მოტივირებული სწავლაზე, ეს მშობლის ბრალია. ჩემი მოკლე რწმენით ასია. ბავშვი ხელი რო აქვს ჩაკიდებული დედას 8-9 წლის ბავშვი და რომ ხვდება ქუჩაში და რომ ჩემი ნაცნობი როა ეს ადამიანი, რომ ვესალმები, მოვიკითხავთ ერთმანეთს, რაღაცას მკითხავს, რაღაცას უპასუხებ, 1-15 წუთი short talks რო ეძახიან ინგლისურ ენაზე, მოკლე საუბარი რო გვექნება და ამასობაში ბავშვი რო ცაში იყურება და ბავშვი რო ეკითხები, რომ გამარჯობა, რო ეუბნები და რო არ გპასუხობს. როგორ ახარ რო ეკითხები და რო არ გპასუხობს. თუ მენტალურად ბავშვი ჯანმრთელია, დედისგან უნდა იყოს დარიგებული, რომ შეგხვდა ადამიანი და კი მე ვიცი რომ გერიდება, ის დიდი დეიდაა და დიდი ბიძია და რაღაცა დაყვავებით გელაპარაკება და შეიძლება ეს არც მოგწონდეს, მაგრამ უთხარი შვილო გამარჯობა და არ არის აუცილებელი ამისთვის ჩემ თვალწინზე მოჭეჭო ეს ბავშვი. აი რომ დაგემშვიდობებით ორივეს და გადაადგავთ ორ ნაბიჯს, ხო, იქ უნდა უთხრა, დედა მე შემრცხვა, რატო არ უთხარი გამარჯობა? ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ვეუბნებით, მე და მამა რო ხვდებით ადამიანებს, ხო, ვესალმებით. სალამი არის ღვთის სიტყვა, სალამი არის გალოცვა, სალამი გამარჯობა, როგორ ახარ, მოკითხვა არის ძალიან დიდი ზრდილობის გამოვლინება და ნუ შემარცხვენ, მე ვიცი რომ შენ კარგი ადამიანი ხარ და ძალიან მითხო, გამარჯობა უთხარი უფროსებს. ამას ერთხელ, ორჯერ ჩაციებით არ უნდა, რატო არ გამარჯობა? ვიცით დაგაგლიჯამ ყველაფერს და კოჭებს მოგამტვრევ. არ უნდა ეს.
ადამიანურად დაელაპარაკეთ ხალხმა, ბავშვები ყრუები კი არ არიან. ბავშვი არის პლასტელინი, ბავშვი არის ღრუბელი, ბავშვი არ არის ქვა და ბავშვი არ არის რკინა. აი ეს არის აღზრდის ფორმა. ბავშვმა თუ როგორც იმ ვიდეოში იყო და როგორც იმ ინციდენტში მოხდა, საჭმელი დააქცია, რაღაცნაირად, სხვანაირად უთხარი გასაგებია, რომ ნერვები გაქვს მოშლილი, მაგრამ არ გეკადრება. არ შეიძლება, არა. ეს შვილი ისევ შენ უნდა გამოგადგეს დიდობაში. რა ვიცი, ხა მისი შვილიც მე არ ვუყურებ მათ არხს და არ ვიცი ვინ არიან და როგორ არიან, მაგრამ გამართლება მე თუ მკითხავთ არა აქვს ემატყებას. აი 5 შვილი ყავს ჩემ ბიძაშვილს, რომელიც ჩემზე ბევრად ასაკოვანი იყო, რომ დაქორწინდა და 5 შვილი შეეძინათ და 5-ვე ერთმანეთზე უკეთესად აღზრდილია. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს ერთმანეთზე მიყოლებული ბავშვები, რომ მივდიოდით მათთან სტუმრად, აი ხან კარტოფილის პერაშკი მიფრინავდა ჰაერში, ხან ყველა 4-ვე, პირველი უფროსია ბევრად. იატაკს წმენდ და ჩასაცმლით იწვნენ და დახოხავდნენ. რემონტი ხელახლა გახდა გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩამოატყავეს სახლი. ხმისთვის არ აუწევია ჩემ ბრძალს, ჩემ ბიძაშვილის მეუღლეს. ხმისთვის არ აუწევია და მოდით კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს. ეს ქალბატონი, რომელიც ჩემზე ოდნავ უფროსია, ფაქტიურად ტოლები ვართ, გაზრდილია მაღალმთიან იმერეთში. მას არ დაუმთავრებია კემბრიჯი, მას ის არ გაუზრდია დემოკრატიულ, ლიბერალურ, დასავლურ კანონებზე, მის აღზრდაში და მის ოჯახში და მის მორალის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არ მიუღიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც ახლა აბრალებენ ლიბერალებს, დემოკრატებს და უბრალოდ ჰუმანურ ადამიანებს, მაგრამ ამ ქალბატონმა, ამ გოგომ მოგიკითხავ ჩემო საყვარელო, ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ, ჩემი მოსახელია და მე მიამაყება მაკუნა. აი თეფშებს რო დაამტვრევდა, აი რო გადმოითრევდა იმას, რა ქვია, ჭურჭლის საშრობს და რო დაამტვრევდა ხოლმე ბავშვი, რატომ გადაეხე? ეს არ უნდა გექნა. ჩვენ ამ თეფშებს ვიყენებთ. აი ასე ელაპარაკებოდა, რომ მე რომ მეგონა რომ ხა აიღება და აცხრება, მეს გამიგეთებია ეს რა, მიკივლია და მიწივლია ჩემი შვილისთვის. ხელით არ შევხები ვარ არასოდეს, მაგრამ მიკივლია და მიწივლია და აი გადავრეული ვარ. ყოველთვის არა, მაგრამ როცა დაღლილი ყოფილა. და მას შეეძლო ეს, რომ აი ეს არ უნდა გაგეკეთებინა. რატომ დაალაქავე? ეხლა რაღაც ჩაიცმევ, ეს ლაქა აღარ გამოვა. აი ამას ყველაფერს აკეთებდა ყვირილის გარეშე და ბავშვებიც არიან ადამიანები. დიდი ასობგერებით ადამიანები. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ბავშვის ცემა ტყეპას არ მოუხდენია მასზე უარყოფითი გავლენა. ის შეიძლება სოციუმისთვის საშიში ადამიანად არ გაიზარდა, ის შეიძლება იგივეს არ იმეორებს და არ სცემს თავის შვილებს და მასზე სუსტებს და ის მოძალადე არ არის, მაგრამ მას შეიძლება შიგნით გულში აქვს რაღაცა დიდი ხინჯი, თუნდაც გაუცნობიერებელი, რომელიც მას რეალიზაციაში, რომელიც მას ბედნიერებაში უშლის ხელს. ასე რომ ძალიან დამთრგუნა ამ ფაქტმა, ძალიან მანერვიულა. მე არ მეხებოდა არანაირად, მაგრამ ეს ხომ ჩვენი სოციუმია ხალხო. ამ სოციუმში ხო ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ. ამ სოციუმში ხო ჩვენმა შვილებმა უნდა აიტანონ და გაუძლონ აი იმ აგრესიას, იმ მცემელისაც და ნაცემისაც მიზეს შედეგობრივად ორივე აგრესიული რო გამოდის და მადლობა ღმერთს თუ 100%-ით 100-დან 100 შემთხვევაში ასე არ გამოდის. ეს ხომ ჩვენი სადარდებელიც არის. ჯარიმით უნდა შემოფარგლულიყვნენ, რა ამბავია 2 წელიო. არ ვიცი, იცით ვერ გეტყვით. მე არ მართლა არ ვიცი. ვერ ყვევი სადამსჯელო სასამართლო სტრუქტურებში, მაგრამ მისახედი როა ეგ საქმე ფაქტია. არ ვიცი.
ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ძალიან ემოციურად ვილაპარაკე იმიტომ რომ თქვენი აზრი მაინტერესებს და გთხოვთ მომწეროთ, გთხოვთ გამიზიაროთ, ნუ იქნებით ჩემს მიმართ აგრესიულები თუ არ მეთანხმებით და მომიტევეთ თუ ძალიან რადიკალური ვარ. აი ესეთი იყო დღეს ჩემი ვიდეო, მეგონა რომ უფრო მოკლედ შემოვიფარგლებოდი, ის კი არა და შორტის ჩაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ემოციებმა არ მომცა ამისი საშუალება და საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი ვიდეო გამომივიდა. მიყვარხართ, პატივს გცემთ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, შევხვდებით ისე ამ არხზე გემრიელი ცხოვრება. გამოიწერეთ თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, გაუზიარეთ მეგობრებს, მომწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, მე ყოველთვის მიხარია თქვენი მოწერილი წერილები, ასევე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ, დამილაიქოთ და გააზიაროთ ჩემი TikTok არხი, რომელსაც ასევე ქვია გემრიელი ცხოვრება. აკრიფეთ ლათინური ასოებით გემრიელი, ქვედა დეფისი ცხოვრება. დააჭირეთ რილაქს თითი ძებნისას და ამოვხტები მე თავფურცელზე ნახავთ ბუბუკას უმშვენიერეს პორტრეტს. შეხვედრამდე ჩემო კარგებო. აბა, კარგად.